დილამშვიდობის ახალ ამბებს 10 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ულოცავ ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს გამართულ კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებს, რომელშიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის შეფასებით ფართოდ იყო დაცული ფუნდამენტური თავისუფლება. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული რეფორმების მხრივ ლიდერი რეგიონში. აღნიშნავთ, რომ არჩევნების დღე მიმდინარეობდა წესისამებრ, მაგრამ წუხართ, რომ დაძაბულობა გაიზარდა დღის განმავლობაში და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ მკაცრავად გმობთ ძალადობის ამ ცალკეულ შემთხვევებს და დაშინებას. მოუწოდებთ შესაბამის უწყებას ყველა იმ ინციდენტის საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით, ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან კონგრესმენები დუნკან ჰანტერი სოციალურ ქსელში შემდეგ მიმართვას ავრცელებს. გასულ შაბათს 2012 წლის შემდეგ საქართველოში მესამე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა. ეს ხალხის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესის ნათელი დემონსტრირება. საქართველო კარგი მეგობარი და პარტნიორია რეგიონში, რომელიც რუსეთის აგრესიით დაზრალდა და იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას. სახელმწიფოებრიობის 25 წლის თავზე მე ვულოცავ ქართველ და საუკეთესო სურვილებს უგზავნი ახალ მთავრობას. რესპუბლიკელი დევიდ შვაიკერი კი წერს, ულოცავ ქართველ ხალხს, რომელმაც 8 ოქტომბერს კიდევ ერთი თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული არჩევნები ჩაატარა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა. აუდიენციაში NDI-ის, IRI-ის, ეუთოს და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე, რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას. საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მხრიდან დაგეგმილ დამატებით ღონისძიებებით დაინტერესდნენ. პრემიერ-მინისტრობიდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემთხვევაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პროდასავლურ კურსს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. განცხადება დავით უსუფაშვილმა პირველი არხის ეთერში გააკეთა. გადაცემა მთავარში სტუმრობისას მან მმართველ გუნდში ისეთი პირების არსებობის შესახებ ისაუბრა, რომლებმაც დასავლურ ორიენტაციასთან მენტალური შეუთავსებლობა აქვთ. უსუფაშვილის განცხადებით გიორგი კვირიკაშვილზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით. დააფიქსირებს მეორე ტურამდე ხან სხვა სტუდიაში და უმრავლესობის შემადგენლობაში მე არ ვიცი ჯერ რა პროპორციით, მაგრამ არის სერიოზული რაოდენობა ხალხის. მათ აქვს სულად გულწრფელი რაღაცა ფსიქოლოგიური თუ რაღაცა მენტალური შეუთავსებლობა რაღაცეებისადმი დასავლურისადმი. გიორგი კვირიკაშვილი სანამ არის პრემიერ-მინისტრი, მაშინ მე პირადად ნაკლებად მაღელვებს უმრავლესობაში რამოდენიმე ადამიანი, კიდევ მეორე რამოდენიმე 4 თუ 47 მე არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არიან. ამიტომ აქ ესე იდეოლოგიურად ამ კაფეო დაწყობილი პარტია სათავეში მოვიდა და სად გადაუხევს და როგორ ესეთი დამშვიდები საფუძველი და საბაბი არავის არ გვაქვს. კიდევ მეორე ერთ კაცზე ახლა ჩამოეკიდა ძალიან ბევრი რამ. და ამ კაცს ქვია გიორგი კვირიკაშვილი. დარჩებიან თუ არა ახალი მემარჯვენეები და ახალი საქართველო პაატა ბურჭულაძის გაერთიანებაში ეს ცნობილი დღეს გახდება. ახალი მემარჯვენეები ბლოკის შენარჩუნების მომხრეები არიან და მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე პროდასავლური ორიენტაციის პარტიები ერთად უნდა დარჩნენ. პაატა ბურჭულაძესთან ბლოკში დარჩენის საკითხზე კონკრეტულ პოზიციას ჯერჯერობით არ აფიქსირებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანებს. ვაშაძის განმარტებით ბლოკის წევრებს გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაცია ჯერ არ ჰქონია და გადაწყვეტილება სწორედ დღევანდელი აუდიენციის შემდეგ მიიღებენ. საჭირო არის დამატებითი ძალისხმევები ძალთა კონსოლიდაციისათვის და ძლიერი ერთობის შექმნისათვის. ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ბლოკის რეჟიმში ბატონ პაატასთან და ბატონ გიორგისთან ერთად ერთმანეთთან ურთიერთობასაც განვიხილავთ, მომავალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თანაცხოვრების პერსპექტივებსაც განვიხილავთ და განვიხილავთ შესაძლო, ასე ვთქვათ, კონტაქტებს, ურთიერთობებს თემატურს თუ სტრატეგიულს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. გვექნება საბოლოო განცხადება, რა ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჯერჯერობით არ გქონია საუბარი, ვფიქრობ, რომ
დრო გვაქვს, ასე რომ ვიმსჯელებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ქართულ პოლიტიკას სჭირდება პროდასალური ძალების გაერთიანება მაქსიმალურად, ეს არა მარტო ამ ბლოკში შემავალი სუბიექტების, არამედ ვფიქრობ, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც უნდა გაერთიანდნენ დასავლურ ფლანგზე. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საჩივრების განხილვა. კომისიამ საყვედური გამოუცხადა განმხურის 38 საარჩევნო უბნის კომისიის სრულ შემადგენლობას, თუმცა დღეს საოლქო კომისია პერსონალურად მოусმეს კომისიის ყველა წევრს და არ არის გამორიცხული დისციპლინარული სასჯელი გამკაცრდეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით 38 უბნის არც ერთი საოლქოს მიერ დანიშნული კომისიის წევრი განმეორებით არჩევნებში მოვალეობას აღარ შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ განმხურის 38 უბანზე ჩატარებული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და ამ უბანზე ისევე როგორც ჯიხაშკარის 79 და 100 უბნებზე 22 ოქტომბრამდე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ რვა საჩივარზე მოხდა რეაგირება, ეს იყო თითქმის იგივე შინაარსის, რაც გუშინ ძირითადად იყო განხილული. შესაბამისად, ვიზეც იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაკისრებული თავისთავად არ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის მას უკვე აქვს დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. პროცედურებზე მოსამართლეთა პლენუმი დღეს იმსჯელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაკანტურ ადგილზე სავარაუდოდ კანდიდატებს შორის მერაბ ტურავა, ზაზა თავაძე და გიორგი კვერენჩხელაძე სახელდებიან. შესაძლოა თავმჯდომარეობის კანდიდატურა სწორედ დღევანდელ სხდომაზე დასახელდეს, რადგან კანონმდებლობით წარდგენილი ვადა 15 ოქტომბერს იწურება. მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს მსჯელობა, როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, რაც შეიცვალა თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. სხდომაზე არ არის დაგეგმილი კონკრეტული კანდიდატის ან კანდიდატების დასახელება, როგორც საზოგადოებას უკვე ეცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატების განხილვა და არჩევა მოხდება 20 ოქტომბერს პლენუმის სხდომაზე. დღეს ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის პროცესი განახლდება. სხდომაზე პროკურორი სააპელაციო საჩივარს და შესავალ სიტყვას წაიკითხავს. დაცვის მხარის თქმით, მათ სურვილი აქვთ, რომ პროცესებმა კანონიერად ჩაეროს, თუმცა ამის მოლოდინი სამუშიას ნაკლებად აქვს. დაცვის მხარე წარადგენს თავის სააპელაციო საჩივარს და შესავალ სიტყვებს. პროცესი მიმდინარეობს, კონკრეტული ვადები არ შემიძლია გითხრათ თუ როდის დამთავრდება. ხოლო რაც შეეხება იმედს, თუ რის იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ იყოს სასამართლო თავისუფალი და ობიექტური. დავით ბაქრაძე ამერიკაში ელჩის საქმიანობას 5 დეკემბრიდან შეუდგება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ბაქრაძე შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას. თავად ევროინტეგრაციის მინისტრის თქმით, ახალი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე ის თავის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება მის შემცვლელს ამის შესახებ, მას ინფორმაცია ჯერ არ აქვს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა. ბაქრაძის თქმით, ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ამერიკაში სამომავლო საქმიანობა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას, თავდაცვის სფეროსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იქნება მიმართული. ვარაუდოდ იმ პერიოდამდე, სანამ ახალი პარლამენტი უკვე ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, მანამდე მე დავრჩები მთავრობაში. პრემიერ-მინისტრი, როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ თანამდებობაზე მინისტრის დანიშვნის შესახებ, ეს მაშინვე გახდება პროცესის ცნობილი. ბატონი დავითი არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი, რომელიც მუშაობდა ელჩად და დღემდე ასრულებს არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილი დიპლომატი ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იგი გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას. არჩევნების დღეს მარნეულში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა და ახლა ჩვენ კორესპონდენტ რუსუდან ლოლაძეს სატელეფონო ხაზზე ვრთავთ. რუსუდან, უფრო დეტალურ ინფორმაციას ველოდებით შენგან, რა იცი ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ?
დიახ, ამ წუთებში მარნეულის პოლიციის შენობასთან იკრიბებიან სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებნი. აქ იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამგულიევი. მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით გამთენიისას დააკავეს 7 ადამიანი სოფელ ყიზილაჯლოს 42 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც იმამგულიევი ჩვენთან საუბარში ამბობს, მან არ იცის ჯერჯერობით რა მუხლით არიან ეს ადამიანები დაკავებული. გამთენიისას სამართალდამცავებმა მათ სახლში მიაკითხეს და საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. როგორც იმამგულიევი აცხადებს, ისინი ელოდებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა ელოდება პოლიციის შენობასთან ადვოკატებს, იურისტებს და სავარაუდოდ ისინი გაარკვევენ ადგილზე თუ რა მუხლით არიან ეს ადამიანები დაკავებული და როგორც ჩვენთან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, ამის შემდეგ დაგეგმავენ თუ რაც მოიმოქმედებენ. იქნება საპროტესტო აქციები და გააპროტესტებენ ამ ადამიანების დაკავებას, თუ მშვიდობიანად დაიშლებიან. მადლობა რუსუდან ლოლაძე იყო სატელეფონო ხაზზე, როგორც თქვენ მოისმინეთ, დააკავეს მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირები, საუბარია 7 ადამიანზე. მოამბე კი 10 საათზე ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით 12 საათზე.